ევროპის სპორტის კვირეული გაიმართა რუსთავის ცენტრალურ პარკში. პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენების საჩვენებელი გამოსვლები 2 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. შესაძლებელი იყო ინდივიდუალურ და გუნდურ სპორტულ სახეობებში ჩართვა და გამოცდილების მიღება. ღონისძიებაში 20-მდე სპორტული ფედერაცია მონაწილეობდა. რუსთავში მასპინძლობთ ევროპული სპორტის კვირეულს. ამ ღონისძიებაში მონაწილეობს 15-მდე ფედერაცია, სხვადასხვა სპორტის სახეობები, ბავშვები, მათი მწვრთნელები და წარმოაჩენენ თავიანთ სპორტს დადებითი კუთხით. მადლობა ყველას, ვინც უზრუნველყო აი ამ ღონისძიების ჩატარება ჩვენ ქალაქში. ჩვენ ქალაქში უკვე მეორედ ვასპინძლობთ ამ ღონისძიებას და მზად ვართ ყოველწლიურად უმასპინძლოთ. ღონისძიება ტარდება ევროპის ყველა ქალაქში. ჩვენ რუსთავის შევარჩიეთ ჩარშან. იმიტომ რომ პარკი უნიკალურია, ინფრასტრუქტურა ძალიან სპორტული და კულტურულად მორგებული ჩვენს ღონისძიებაზე, უნიკალურია როგორც მდებარეობა, ისე განწყობა. მასპინძლები ყავს ძალიან კარგი რუსთაველები, დიდი მადლობა მათ ამისთვის. ასეთი აქტივობები იმისთვის არის, სპორტის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩემი აზრით, როდესაც ხედავენ რომ სპორტი ვითარდება, ყველა ინტერესდება, ახალგაზრდები, ახალი თაობა მოდის და რაც ჩვენ ქვეყანასაც ადგენს.